რა თქმა უნდა, ძალიან დიდი დისკომფორტია, როცა ადამიანს რაღაც ჯანმრთელობის პრობლემა ექნება. ჯანმრთელობა კი არა, შვილო მანქანა რო ყავს ადამიანს, რომელთაც დადის და მანქანაშიც რავარო ახმაურდება, რაღაცა წითელი აგინთებს და საბურავი რო გეშვება წარა, მაგრამ ისიც კი დისკომფორტს გიქმნის და არათუ ის ჩვენი სხეულის მანქანა, რომელშიც ჩვენ ახლა ვიმყოფებით და რომლის მიერაც ჩვენ ვყოფიერებთ და რომლის მიერაც ჩვენი პიროვნება ოპერირებს ამ სამყაროში. ეს ამიტომ ჯანმრთელობა ამ კუთხითაც ნახე, ჯანმრთელობა არის ინსტრუმენტი, ხორცი არის ინსტრუმენტი, რომელთაც მე შემიძლია სიკეთე ვაკეთო. Შეგვიძლია ბოროტება ვაკეთო. აი ხელი ნახეთ როგორი მოწყობილობა აქვს. ხელი შეიძლება მოეფერო ადამიანს. Შეგვიძლია ფორმა მისე მუშტის და დააზიანო. ანუ ის იარაღიც არის და მოფერების საშუალებასაც იძლევა, გესმით? ანუ ერთ და იგივე ხელი, ენა, ელით შეიძლება ადამიანს, ესე იგი, ბედნიერება მიანიჭო და ადამიანი შეიძლება ისეთი რამე უთხრა, რომ კაცი ფაქტი დაემართოს. ენა, ერთ და იგივე ენა, ხო? ქრისტიანი როცა არ არის, ადამიანი ამაზე ნაკლებად ფიქრობს და აი წეგა ნარკომანია რო ახსენეთ, ერთ-ერთი საშინელება ნარკომანიის არის ის, რომ სხეული, რომელიც უნდა გამოყენებული იქნას სიკეთეში და უმაღლესი სიკეთე არის ის, რომ მასში ღმერთი ჩასახლდეს და პავლე მოციქული ამას პირდაპირ გვახსენებს, არ დაგავიწყდეთ, რომ ღვთის ტაძარნი ხართ, ამის მაგივრად სხეულს იყენებს უკანონოდ მიღებული სიამოვნებისათვის, უკანონოდ, ანუ ღმერთის ნების საწინააღმდეგოდ სიამოვნებისათვის იყენებს. გესმით, ეს ძალიან ცუდი, ანუ ცხოველს მსგავსება ფაქტიურად ადამიანი. ძალიან ცუდი რამეა. და აი ხშირად არ ვაფასებთ ჩვენს სხეულს და როცა რაღაც პრობლემა იქნება, მე რო ხვდებით, რომ რაც ვირფასია ჯანმრთელი სხეული, დაფასება რას ნიშნავს? დაფასება ნიშნავს მადლიერების განცდას. და ეს მადლიერება ადამიანს სულ მუდამ უნდა კონდეს მადლიერება ბევრი რამის გამო ღვთის წინაშე. მაგრამ როცა მოდის ეს განსაცდელი, ქრისტიანი ფიქრობს ასე, ღმერთი გველაპარაკება ორი რამით, სამი რამით. პირველი ეს არის სამყარო როგორ არის შექმნილი. მეორე და სამყაროს ამ შვენიერებაში და კანონზომიერებაში მის შემოქმედს ვხედავ. მეორე ეს არის წმინდა წერილი, გამოცხადებითი ჭეშმარიტება ქრისტიანისათვის, ანუ ღმერთზე მელაპარაკება და ღმერთი მელაპარაკება და მესამე ეს არის ჩვენი პირადი ცხოვრება. აი არაქრისტიანის პოზიცია როგორია? არაქრისტიანი ცხოვრობს თავის ცხოვრებით რა. დროში გაწელი, ვიცი რომ უნდა გარდავიცვალო კიდევაც, ახლა ბავშვები ხო არა ვართ, ამ დროს დავიბადე და სანამ ჯანმრთელობა, სანამ დავბერდები, სანამ ვარ და მე რა ვიცი რა იქნება, არ მინდა არ ფიქრობ ამაზე. სირაქლემას პოზიციაში ვდგები და ესე ვცხოვრობ რა. შემთხვევითებით რაღაცა, ქრისტიანი თავის ცხოვრებას სხვანაირად უყურებს. ქრისტიანი თავის ცხოვრებას უყურებს როგორც საღმრთო ისტორიას. რა არის საღმრთო ისტორია? ჩემი ცხოვრება გაწერილი დროში, რომლის ყველა ნიშნულოვან ადგილას და მე უკვე წვიმანშიც კი, მე რაც უფრო მეტად გაფაქიზდება ჩვენი სული, ვხედავ ღმერთის ჩარევას ჩემ ცხოვრებაში. და ღმერთი მე საუბრება, ღმერთი მელაპარაკება ჩემი ცხოვრებით, ჩემ ცხოვრებაში არსებული მოვლენებით, სიხარულებით, განსასწრებით, ტკივილებით, ბედნიერებებით და რა ვიცი, აი ასე შემდეგ. ქრისტიანი ხედავს ასე და ამიტომ როცა რაღაცა ხდება ჩვენს ცხოვრებაში, სიკეთეც და განსასწრելიც და ავადმყოფობას და ასე შემდეგ, კითხვას სვავს ქრისტიანი, რომ ღმერთო, რისი თქმა გინდოდა ამით ჩემთვის? და როგორც წესი, თუ ადამიანი ამ სიტყვას გულწრფელად სვავს, ყოველთვის მოდის სწორი პასუხი და სწორი პასუხი ზოგადად შეიძლება ასეთია, რომ მე მინდა რომ ჩემთან უფრო ახლოს იყო. მე შენში ვხედავ პოტენციალს, რომ შენში ვხედავ ჩემ შვილს. მე შენში ვხედავ მარადიულად ბედნიერებაში მყოფ არსებას. მე შენში ეს ჩავდე და იმისათვის რომ შენში რეალიზდეს, ამისათვის საჭიროა რომ შენი მხრიდან მეტი გულმოდგინება გამოავლინო. შენ უნდა გინდოდეს ეს, შენ ძალას ვერ დაგატან. მე ვარ ღმერთის სიყვარულისა და ღმერთის თავისუფლებისა და შენ მე თავისუფლად და სიყვარულისთვის შექმნი და მე შენ ძალას ვერ დაგატან. ვერანაირად შენ უნდა გააკეთო ეს არჩევანი. ერთადერთი რაც შემილია შენ გზაზე, რომელზეც შენ მიდიხარ, ხშირად დაუფიქრებლად და უმიზნოდ, ხო, მე რაღაც ბარიერები შეიძლება გაგიკეთო. და ეს ბარიერები შენთვის იქნება არა შეზღუდვა ჩემი მხრიდან, იმიტომ რომ შენ ამ ბარიერს შეიძლება გადაახტე თუ გინდა კიდევაც. არამედ ეს იქნება ნიშნულება, როგორც გზაზე რომ დავდივართ ავტომანქანით, ხო,
თუ გონიერები ვართ, გზის ავტოსაგზაო მოძრაობის წესებს ვიცავთ, თუ არ გვინდა დავიმტრებთ და ამით ჩვენ არ გვაქვს პრეტენზია იმისა, რომ უბრალოდ ამბოხი, რომ თავისუფლებას მართმევენ, რომ გზის იმას ვემორჩილები გესმის და ვემორჩილები და თავისუფლება წართმეული არ აღზრობთ, იმიტომ რომ ეს გონივრულია. მიზანი სადაც მიდვა იქ რომ მივიდე, უნდა დავემორჩილო ამ გზებს, თორე გავნადგურდები კაცო მანქანა დამეჯახება. რაღაც ესეთია და იმ შენ ამ ბარიერებს გიკეთებ, იმიტომ ეს ბარიერი ზოგ შემთხვევაში განსასწრელია, ზოგ შემთხვევაში ვიღაც ადამიანის მოსვლა შენთან, ზოგ შემთხვევაში ცხოვრებისეული სიტუაცია, ზოგ შემთხვევაში ჯანმრთელობის პრობლემა, ზოგ შემთხვევაში წარმატება და ასე შემდეგ. და ამით გელაპარაკება ღმერთი, რომ წაიკითხო შენთან მოსული ეს ინფორმაცია და სწორი ნაბიჯი გადადგა მასთან მეტი კომუნიკაციისათვის, მასთან მეტი ერთობისათვის. არ არსებობს მდგომარეობა რომ აი ადამიანმა თქვას რომ მე ხა ღმერთთან ახლო მდგომარეობა მაქვს. ეგეთი რამე არ არსებობს. ყოველ საფეხურს მოყვება შემდგომი საფეხური და ასე უსასრულობისკენ და არასოდეს არ უნდა იყოს კმაყოფილი ადამიანი თავის მდგომარეობით. ამიტომ ნებისმიერი რაც ხდება მის ცხოვრებაში გამოიყენოს იმისათვის, რომ მეტად ჩაუფიქრდეს თავის ყოფიერებას, მარადილ სიცოცხლეს და იფიქროს მეტად კავშირზე ქრისტესთან. და ეგ ერთი და არის მეორე კიდე რა. ჩვენ არავინ არ ვფიქრობთ იმაზე და თქვენ ახალგაზრდები ხართ პრინციპში და თითქოს რატო უნდა იფიქროთ, მაგრამ რაც მეტად ქრისტიანული ტრადიციას გაითავისებთ, თქვენთვის უკეთესი იქნება, რომ არავინ არ ფიქრობს იმაზე ის სიღრმისეულად, რომ ადამიანი აუცილებლად უნდა გარდაიცვალოს. ეხლა ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს იმას, რომ რადგან მე ზნეობრივი და თავისუფალი არსება ვარ, ზნეობრივი კანონის შემოქმედის წინაშე აუცილებლად პასუხისგებლობით დავდგები, როცა გარდავიცვლები და ამავე დროს ჩემი დრო არის შეზღუდული და ეს შეზღუდული თან როგორ არის შეზღუდული იცით, რომ არ ვიცი, ეხლა მე მაგალითად მე მაგ დღევანდელი დღე, აი ეხლა თქვენთან ვარ, ეს დრო მაგ და მე არათუ ხვალ ცოცხალი ვიქნები ის არ ვიცი. მე ამ საღამოს მივაწევ თუ არა ესეც არ ვიცი. ამიტომ ეს მე მაძლევს შესაძლებლობას, რომ მაქსიმალურად აი ამ წუთში, აი აქ, ეხლა ვარ მე ცოცხალი. 1 საათის მერე რა იქნება არ ვიცი. მაქსიმალურად აი აქ ამ წამს მაქსიმალურად ვიყო ქრისტეს ერთგული და ღვთისნების აღსრულებელი. იმიტომ რომ ხვალ რა იქნება არ ვიცი. 1 საათის მერე რა იქნება არ ვიცი. ამიტომ მე არ ნერვიულობ. უფალი პირდაპირ მეუნება სახარებაში ხვალინდელ დღეზე ნერვიულობ. ხვალინდელ დღეზე თვითონ ხვალინდელმა დღე მიზრუნოს ესე გადატანითი მნიშვნელობით მეუნება. აბა რაზე ვინერვიულობ? დღევანდელ დღეზე მეუნება უფალი. რატომ მეკითხები უფალს? მეუნება იმიტომ რომ დღევანდელ დღეს საკმარისი ბოროტება აქვს. ჯო რა ბოროტება აქვს დღევანდელ დღეს? რა საკმარისი ბოროტება აქვს? ის ბოროტება აქვს თეოდორე რომ შენ ჩემთან უნდა იყო, ჩემთან კავშირი გქონდეს და არა გაქვს ეს კავშირი. შენ რო ეხლა გარდაიცვალო, ფიქრობ რომ შეიძლება ჩემთან ვერ იყო, იმიტომ რომ კავშირი ჩემთან არა გაქვს. არ გიცნობ, არ მიცნობ. არა გვაქვს პიროვნული კავშირი. ამიტომ მე ეს მაქსიმალურად უნდა გამოვიყენო ეს დრო, რომელიც მაქვს. და აი ამაზე ადამიანი ხო არ ფიქრობს. და განსასწრელი რომ მოდის განსაკუთრებულად ჯანმრთელობის, ამაზე ადამიანი უნდა ჩაფიქრდეს მე, აჰა, ესე იგი ჩემი ხორცი მუდმივი არ არის. ახალგაზრდები ვარ ჯერვე, ღმერთმა 100 წელი გასოცხოთ ყველა, მაგრამ სურვილი ერთია, მაგრამ რეალობა გაიხედეთ, გამოიხედეთ, არ იცით როგორია რეალობა? სიკვდილმა არც ბავშვი იცის და არც სულ ერთია მისთვის. ეს მის საიდუმლოება, ადამიანის როგორც მოსვლა, ისე წასვლა საიდუმლოება. ამიტომ ხორციელი განსასწრელი რომ მოდის ჯანმრთელობის თვალსაზრისით, პირველი ერთ-ერთი რაც უნდა გააკეთოს ადამიანმა, ღმერთს უთხრას ეს მადლობა უფალო, რომ გამახსენე, რომ აქ მარადიულად არ უნდა ვიყო და მაჩვენე გზა, როგორ უფრო დაგიახლოვდეს შენ. და ჯანმრთელობა, რომელიც ეხლა მე მაწუხებ, შენთვის როგორ შენ გინდა ეგრე იყოს. და ამერწმუნეთ, ამაზე დიდი და ამაზე სწორი პასუხი არ არსებობს. რა თქმა უნდა, ამას შესაბამის ცხოვრების წესი უნდა მოსდევდეს.